საზოგადოება როგორ შეიძლება დაეხმაროს, რომ რაღაცნაირად შეიქმნას ეს ახალი მოძრაობა, ასე ვთქვათ. კი, ზუსტად ეგ განსხვავება ეგ უნდა იყოს, არ უნდა იყოს რაღაც ფინანსური ცენტრი, რომელიც ქმნის თავის პოლიტიკურ კორპორაციას. ეს გზა გავიარეთ, კულუარულმა პოლიტიკამ აქამდე მიგვიყვანა, ამიტომ ღია და საჯარო პოლიტიკის დრო დგება და ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ კიდევ ერთხელ წარმოვიგენია რა დროის დეფიციტი არის და არ არის საშუალება ფარი გარდაიქმნას რაღაც პოლიტიკურ პარტიად, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ვსაუბრობთ სხვადასხვა ჯგუფებთან, თუ შეიქმნება დიდი პოლიტიკური გაერთიანება ასოცირების პრინციპით, ხო? ანუ სხვადასხვა ჯგუფები, რომელსაც ერთი ხედვა, გარკვეული შეთანხმება შედგება გასატარებელ პოლიტიკაზე, შეუძლიათ თავისუფლად, აი ძალიან მარტივად ხდება ქსელური პოლიტიკური ჯგუფის გაკეთება, რომელიც ზუსტად ორიენტირებული იქნება არა რაღაც შიდა იერარქიულ კარიერაზე, როცა თქვა ნებისმიერი პარტიის წევრი თუ გახდებით თქვენ, ხო? ან პარტიის თავმჯდომარეს ნათესავი უნდა აღმოჩნდეთ, რომ უცებ დაწინაურდეთ, თუ არა და ქვემოდან სანამ პიკამდე ახვალთ, რანაირი ბერკეტები არ არსებობს, როგორ შეიძლება კარიერა გაიკეთოთ. და ამ დროს აგერ ევროპა და იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ნათელია, ხო? თქვენ როცა იწყებთ საჯარო ცხოვრებას, თქვენ შეგიძლიათ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს დაუკავშიროთ თქვენი ბედი და საჯარო პოლიტიკაში, რასაც თქვენ ახორციელებთ, რასაც თქვენ საუბრობთ, საჯარო პოლიტიკა თვითონ გაძლევთ დაწინაურების საშუალებას. და ეს ყველაფერი გაზომვადია და ზუსტად პარტიის ინტერესის გატარება ხდება იმის დამიხედვით, ესა თუ ის პირი რამდენად მისაღებია საზოგადოებისთვის. ანუ ღიად ხდება ეს ყველაფერი და ამის აწყობა ჩვენ მეთოდოლოგია არსებობს ძალიან მარტივია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობამ ძალიან კარგად იცის დეტალები, უბრალოდ ამის ნების დემონსტრირება უნდა. ანუ ჩვენი პლუსი რაც არის, ჩვენ ამ კაფიონების დემონსტრირებაში ვართ გაწაფულები და შეგვიძლია ბევრი წინადადებიდან სწრაფად ოპტიმალური შერჩევა და ვამბობთ, რომ ჯობია რაღაცა შეიძლება ნაკლული და ცუდი გეგმა იყოს, ვიდრე გეგმა არ გქონდეს და მუდმივ აი დიალოგებში და საუბრებში ვიყოთ. ამიტომ როცა მივდივართ რაღაცა ეტაპამდე, სულ ვცდილობთ, რომ გადაწყვეტილებიდან ასრულებამდე იყოს მოკლე დრო. თუნდაც ხარვეზიანი, მე ხალხი დახვეწავს თვითონ, მე სიტუაცია გადაგვიყვანს განვითარების რეჟიმში. აქვე ხო თუნდაც ეს სახალხო ფორუმიც, ხო? მართლა ძალიან კარგი იდეები მესმის, მაგრამ გრძელვადიანი იდეებია, გასაკეთებლადაა ვადებში გაწელილი და ჩვენ გვინდა ეხლავე და დღესვე გაკეთება. ამიტომ მარტივისკენ უნდა მივისწრაფოთ. როგორც კი გაჩნდება, როგორც კი გადავალთ იმ რეჟიმში, როცა უკვე არჩევნებისკენ დავიწყეთ მზადებას, ერთი სიტუაცია იქნება შესაძლებელი და ამას შევაფასებთ, ასეთი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც იქნება ღია და პირდაპირ სახალხო მონაწილეობით, ჩვენ ამის მომხრე ვართ, იმიტომ ძალა ამაშია. არ არის კლანური პოლიტიკის დრო, თუმცა კლანებსაც შეუძლიათ პოლიტიკაში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ საზოგადოებამ გადაწყვიტოს ვის აირჩევენ და ვის არა. თორე დავიღალეთ, ხო, აი რაღაცა კომბინაციები, იგივე 4 პარტიის გაერთიანებას არ დაადგა საშველი. ამ დროს უბრალოდ გაერთიანება, სიტუაციური გაერთიანება, სიტუაციური კოალიცია. ცალსახად მათი პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარეც კი, ეხლა ისინი ერთად უნდა პოზიციონირებდნენ. უნდა დაივიწყონ ყველაფერი და ერთადერთი ეხლა არის ის ხალხი, რომელიც რუსთაველზე დგას და იყინება, ამ ხალხს შეღავათი გაუკეთონ, რომ პოლიტიკაზეც არ აფიქრონ. მათ უნდა ეფიქრათ პოლიტიკის გაკეთება. რა გვინდა ოცნებისგან? აი, იგივე ხო დილემის წინაშე ვდგავართ. ვამბობთ, რომ აიძულოთ არჩევნების დანიშნვა და ვინ უნდა დანიშნოს არჩევნები? არალეგიტიმურმა პარლამენტმა? ხო, ანუ ეს ხო გასააზრებელია, ეს სისტემები ხო მოსარგებლე. მაგაზე დღეს იქნება სხვათა შორის პასუხით, როგორ მივივართ ახალ არჩევნებზე, მაგაზე სამუშაო შეხვედრა იმართება და გუშინდა დღეს